კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი ეთერშია. ვინც ახლა შემოგვიერთდა, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი ანა კოპალიშვილი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი და ბატონი ჯაბა ბაბაევი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბარიატრიული ქირურგიის ვარსკვლავი. ხო, თქვათ კლინიკაც, ხო, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლედან ყავს ჩვენ წამყვანი სპეციალისტები. როგორც დროს შეეფერება ახალი წლის ასე იყო თუ ისე იყო გადავლილ ახალ წელს ტონის ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს ადამიანების დიდ ნაწილს და შემთხვევათა მაღალ პროცენტში ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე პრობლემის არამედ ეს არის ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. ქალბატონ ანას კითხავ შეიძლება? აი ქალბატონო ანა, ნახეთ დრო რომ მოვიგოთ ქალბატონო. აი ცოტა ხანი რომ დავანებოთ თავი ბარიატრიას, ხო? და აი მაგალითად მე და ჩემნაირი ადამიანები, ვინც ახალ წლებზე 4 კილოთი მეტია, ვიდრე იყო ახალ წლამდე. ხო, დაახლოებით 4-5 კილო. აი ასეთ ხალხს რას ურჩევთ? დეტოქსი, განტვირთვა და უშუალოდ როგორ რეჟიმზე გადასვლას, რომ დაუბრუნდნენ ჩვეულ წონას. ვადაგასული მაწონი კარგია, ხო? კარგი. გისმენთ. ხო, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ესეთ დეტოქს და იმას მაინც ჯობია ჯანსაღი ყვება და ფიზიკური აქტივობა. როგორც კი ჩვენ ფიზიკურ აქტივობას გავსდით და გვექნება კალორიების ნაკლები რაოდენობის მიღება და უფრო მეტს დავწოთ, რა თქმა უნდა, წონაში კრებაც. ანუ აი მაგალითად ცომეულის ამოღება, ცომეული ტკბილეული მაღალ კალორიული პროდუქტები. და 6 საათის მერე არ ჭამა რამდენად ეფექტურია და რამდენად სწორია. შესაძლებელია თუ არ არსებობს იქ რაიმე თანხლები და ავადება მათ შორის კუჭნაწლავის ხედვისა შესაძლებელია. კარგი, ერთსაც ვიკითხავ, თორე ნინო მცემს უკვე. მითია თუ რეალობაა, რომ 8 საათის მერე პანკრეასი ისვენებს და არ უნდა ვჭამოთ არაფერი. ზოგადად რაც მეტად ვაკეთებთ ინტერვალურ შიმშილს, უფრო მეტად პანკრეასი ისვენებს, ანუ ინსულინის გამოყოფა მინიმუმამდე მცირდება მისი. ანუ კარგია პანკრეასის დასვენება. კი ბატონო, ანუ სულ არ მაგაშია მთელი არსი აი ეს რო ყველა ჭამასა და ჭამაშორის რაღაცას რო წაიტავ. საცმუცნაო ხო? ხო იცი მე რა გავაკეთე ახალი წლის წინა დღეებში, მაშინ როდესაც დაიწყო უამრავი ჭურჭხელები, გოზინაყები და ასე შემდეგ ჩემთან სამსახურში მოწმევა. არა. მე დავბეჭდე დიდ ფურცელზე ნინო ჭურჭხელა, გოზინაყი, კვერი, კამფეტი ასუქებს და დავაკარი პირდაპირ მაგიდაზე, სადაც ჩემი კომპიუტერის მაუსი. ისე გოზინაყი რატომ უნდა ასუქებდეს? და რატომ არა? რომელიმე ეგრეთი არსებობს, რომელიც არ ასუქებს. ნიგოზი არა, მარტო გოზინაყს თუ ჭამ. დაუშვათ, აი ყავა და გოზინაყი. მონოდიეტა კიდე გოზინაყი. 4 ნაჭერი. მონოდიეტა ხო, ნუ შესაძლებელია. გოზინაყი. ძალიან. მართლა. ძალიან თხილისაც, ნიგზისაც, ნუშისაც. შემდეგ ორშაბათს არ იქნება, იმის შემდეგ ორშაბათს. მომიტანე, კარგი. აი ეს მას უქებს მე, ქალბატონო ანა. ნინო მას უქებს. კარგი, განვაგრძოთ ახლა დროში შეზღუდულები ვართ. მაგრამ ბატონმა ჯაბა მოასწრო ჩვენთვის პასუხის გაცემა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ შესაძლებელია თუ არა მეორე ოპერაციის გაკეთება, რომ უკან აღადგინო ეს ნაწლავი, თუ კი ამის გარდა შესაძლებელია თავისუფლად. აი კონსერვატულ მეთოდებზეც რო ვისაუბროთ, არ არის საინტერესო. და კიდე მაინტერესებს, რამდენად ხშირად ქონიათ ხომ ეს შემთხვევა, რომ დაუშვათ უშვილობის შემთხვევაში ბარიატრიული ქირურგია. ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები, სხვათა შორის სტატისტიკაც გვაკეთებული საკმაოდ ესეთი საკმაოდ სოლიდური, ასე ვთქვათ, პაციენტების რაოდენობა ყავს, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ უშვილობა, რაც ჩვენთან ოპერაცია გაიკეთეს, მის მერე 12 წლიანი უშვილობის პერიოდით ყოლია პაციენტი, რამოდენიმე 5-6 წლიანი და ასე შემდეგ. და ჭარბი წონა არის. რა თქმა უნდა, ჭარბი წონა არის, უშვილობა გამოწვეული ჭარბი წონის გამო რა და შემდგომ გავუკეთებია ოპერაცია და დღეს ამოტივო ოჯახში. ხო და ზოგი ორსლოთ, ზოგი უკვე. ხო. და რომ მოვასწროთ, აი არა ქირურგიული მეთოდით როგორ მკურნალობთ? ეს უკვე თქვენი პრეროგატივაა, ხო? არა ქირურგიული მეთოდით ინდივიდუალურად პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, ეს მათ შორის შეიძლება რეჟიმს თქვენ უდგენთ ანალიზების შემდეგ. კვება და ფიზიკური აქტივობის ალტერნატივა ჯერჯერობით არ არსებობს. ანუ ეს არის პირველი რიგის მკურნალობის მეთოდი, ესე ვთქვათ, რაც ანუ მე აბი დავლიე და მე რაც მინდა ვჭამე, ეს ხო გავრცელებულია, არ დავასახელებ პრეპარატს რეკლამაში რო არ ჩამომერთოს, დავლიე ამდენი წონაზე ამდენი უნდა დალიო და მე ჭამე რაც გინდა, ეს ხო ზღაპარია, ხო? არა.
არ არის სწორი ესეთი მიდგომები, არც ჩაის გამოყენება, არც იმიტომ რომ ყველა მას შემავალი არის ესეთი პროდუქტები, რომლებიც იწვევენ ან საფაღარათო, ან წყლის დანაკარგს იწვევს, რომელიც არასწორია. ელექტრონული დამინიშნა ვადაგასული მაწონი ჭამეო. ხო, ამიტომაც ჯობია რომ ექიმა თვითონ გადაწყვიტოს რა საშუალება გამოიყენოს. ინექციური იქნება ეს არაინ ნაკლები ინვაზიური ჩარევა თუ ამას წყვეტს სპეციალისტი. არც მაგაში არ არის რომ საჭმელი ვერ მიიღო სათანადო რაოდენობა იმდენი რამდენი ჩენ გინდა. ხელოვნურად ხდება კი ბატონო, მალაბსორბციული, იმიტომაც არის, მალაბსორბციული ოპერაციები ეს მინი გასტრიტ მოცულობა საკვების შემცირდეს და მერე შეწოვის ფართი, ანუ 5 მეტრა თქვა წარმოვიდგინოთ წვრილი ნაწლავის სიგრძე, განმოთიშვილი გვაქვს დაახლოებით 2 მეტრა, 3 მეტრი ნაწლავში ხდება საწვნის საკვების შეწოვა და შესაბამისად მცირე რაოდენობით საკვები ხდება აქ. სხვათაშორის ტენდენცია წამოვიდა ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი სლივ გაკეთებული პაციენტების უკვე ბაიპასზე გადაყვანის. როგორც იყო ჩაფიქრებული, როგორც იყო გავიდა რამოდენიმე წელი, სლივი ვისაც აქვს გაკეთებული უკვე დაიწყეს ჭოწონასი მომატება და უკვე ვიწყებს გადაცემის დაწყებამდე ვეუბნებოდი ზუსტად ბატონ ჯაბას და ქალბატონ ანას, რომ ჩემი აზრით წონის კორექციაში გადამწყვეტი როლია, როდესაც მიიღებ გადაწყვეტილებას, რომ შენ გინდა იყო გამხდარი და არ იყო დროზე ორიენტირებული. ფსიქოლოგია, ის მომენტი, რომ მე უნდა გავხდე კვირაში მოვიკლო 10 კილო, მაგ დროს გაცილებით მეც ჭამ. სულ საჭმელზე ფიქრობ, სულ 24 საათი და ცოტა შევჭამე და ეს ცოტა შეჭმული დღის ბოლოს დაალაგოთ. ცოტა გამოდის ერთი შენი სუფრა ქალბატონო ნინო. ასე ცოტა ქალბატონ ნინოსთან რომ მოხვდებით სახში სტუმრად, ცოტას იმას შეჭამ და აღარ მთავრდება არც ის და ბოლოს გამოდიხარ გასუქებული, ამიტომ ვერიდები ნინოსთან მისვლას. შემდეგ ვიზიტზე როცა ჩემთან. გოზინაკი მოგაქვთ ჯერ თქვენ. დაგახვედრებთ შვილის პაპას. არა, შვილის პაპას სახშიც მაქვს. კარგი, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ანა კოპალეიშვილი, ჯავა ბაბაევი იყვნენ ჩვენი სტუმრები. მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით. ბედნიერი ახალი წელი, ბედნიერი კვირა და საერთოდ ძალიან დიდ და კარგ ჯანმრთელობას გისურვებთ. ჯანმრთელობას